იცი რამდენი ჩურჩხელა, გოზინაყი, ნამცხრები და შოკოლადი უნდა მიირთო წინა საახალწლოდ, რომ კილოგრამი ცხიმი მოიმატო. ამ ვიდეოში მე როგორც პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის მაგისტრი მოგიყვები საახალწლო ტკბილეულის იერარქიას და რაც თავარია მოგაშორებ წინა საახალწლო შიშს და ფოთვას, რომელიც ეხა სულ რამდენიმე დღეში შეგიპყრობს. დავიწყოთ ჩვენი საახალწლო ტკბილეულების მეფე და დედოფლით, ჩურჩხელა. ერთი ცალი სადღაც 140 გრამი მომცემს 410 კალორიას, გააჩნია რამხელა ჩურჩხელა გიჩიოს ხელში, მოგცემს 300-დან 500 კალორიამდე. და ეხლა კითხვა ისმის, რამდენ ჩურჩხელას ჭამ? ერთი ღამე რო ჩამოგრავს 31-დან პირველამდე მაგ პერიოდში, პირველ 5 წუთში, სანამ სხვები უჭახუნებენ ალკოჰოლს, შენ რო ჩურჩხელას მიეტანები ეგრევე, რამდენ ცალს ჭამ იმ დღეს და მიმდინარე კვირაში. იმიტომ რომ ეს ჩემი ჩურჩხელა მაშინ როცა დაბალკალორიული არ არის, ამასობაში ნუტრიენტებსაც მაძლევს. ცოტა ცილა აქვს, ცოტა ცხიმი აქვს, იმიტომ რომ ნიგოზიან თხილი აქვს შიგნით, მაგრამ ყველა ტკბილეულში ნახშირწყლები იქნება წამყვანი. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება რაოდენობა. და საბოლოოდ კითხვაზე გავცემთ პასუხს, რამდენი უნდა ჭამო, რომ 1 კილოგრამი ცხიმი მოიმატო. ჩვენი შემდგომი საახალწლო მშვენება. ეს მეფეა ჩემთვის ეს დედოფალი, მოდი ესე დავარქვათ, გოზინაყი. გოზინაყზე არასწორი წარმოდგენები მქონდა, ერთი შეხვედით პრიალებს, თხილი აქვს და ამასობაში თაფს უკეთებდა ბებია ჩემი ესეთი მთელი გულით, ყოველთვის მეგონა რომ ძალიან მაღალკალორიული იყო. მაშინ როცა თუ საქმეში შემოვიყვანთ რაოდენობას, ეს ცუდი გაკეთებული გოზინაყია, ხო თუ არა მოდის? თუ რა ისახიან? აგროჰაბი შეგირსვა ცხური. მოკლედ, ერთი ნაჭერი 30 გრამია. ეს 30 გრამიანი ნაჭერი მომცემს 150 კალორიას. ცოტა არ არის, მაგრამ სიცოცხლის თავის მოკლად არ ღირს, თუ გოზინაყი მიყვარს. ეს მთლიანი ხუთეული მომცემს 750 კალორიას, რომელიც უკვე ბევრია, მაგრამ მე თუ აქაც რაოდენობას ვთვალისწინებ, 150 კალორია გოზინაყი მირჩევნია, თუ დავიწყე ჩურჩხელა და ვეღარ დავამთავრე ვერაზროს 450 კალორია, ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტია, ჩემი პრიორიტეტი მაინც ჩურჩხელას, იმიტომ რომ უფრო მეტად დამანაყრებს. რა თქმა უნდა, ყველა ტკბილეულში არის რაღაც კითხვები, ეხლა ეს თაფლი რო ცეცხლზე მოხვდა, იმან კარცინოგენები ხო არ გამოუშვა. შენი ორგანიზმი აზრ ძლიერია, ვიდრე გონია და ხელი მინიმალურად მაინც თუ შეუწყვეთ ახალწლებზე, ქცევით ნაწილში თავისას გააკეთებს და არც ისეთ კატასტროფულ შედეგს მიიღებ, რომელსაც ყველას გვეშინია წინა საახალწლო. ჩვენი საახალწლო ტკბილეულის დროა. ერთი ცალი სორინი, ყველა სხვა მრგვალი საახალწლო ტკბილეული და დათუნია. მომცემს 70 და 50 კალორიას, რომელიც არც თუ ისე კატასტროფაა, რო დაუფიქრდე, ხო? გონია რომ შენი ერთი ჯანსაღყვება დაასრულა ერთმა შოკოლადმა, მაშინ როცა რეალურად კალორიებში არც თუ ისე მაღალია, ერთი პრობლემაა ჩურჩხელა, გოზინაყი თუ სხვა ნუტრიენტებსაც მაძლევ და აქ დამატებული შაქრებს მიყავთ პარადი. და დამატებული შაქრების ესოდენობა უფრო ადრე მოკლავს, ვიდრე ამოდენობა ტკბილეულისგან მიღებული კალორიები გაგასუქებს. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რამდენ ცალს ჭამ? 1-ს, 2-ს, 3-ს, 14-ს, 15-ს, 16-ს, 17-ს. 42 შოკოლადს თუ არ ჭამ, გადარჩევი. არც წონაში არ მოიმატებ ისე, როგორც შენ გონია. ეხლა საქმეს შემოდის მძიმე არტილერია. სამი ყველაზე სახასიათო ჩემთვის საახალწლო, ნაპოლეონი, მედოკი და იდეალი. ეს ნაპოლეონი ალბათ იმაზე დიდი ნაჭერია, ვიდრე უნდა ჭამდე, ამიტომ ამის ნახევარი წარმოიდგინე. ყველა მათგანი მოგცემს 300, 400, მაქსიმუმ 500 კალორიის ფრაგლებში. ამათგან ყველაზე მეტი კალორია იქნება იდეალს 500-მდე, ყველაზე ნაკლები მედოქს 300-მდე. სადღაც შუაშია ჩემი ნაპოლეონი. აი აქ უკვე შემოდის ისეთი პრობლემა, სადაც რაოდენობის კონტროლი შეიძლება გამიჭირდეს და მიუხედავად ამისა, მაინც მეტი კალორია მივიღო. ანუ, ეხლა აქ კითხვას ვსვამ. ერთი ცალი ჩემი ჩურჩხელა უფრო მანაყრებს, რომელიც 400 კალორიამდეა, თუ ერთი ცალი მედოკი, რომელიც ასევე 400 კალორიამდეა. ამას შევჭამ წამნახევარში. ამას ცოტა გამიჭირდება, გამიგრძელდება, მაგრამ დანაყრების ინდექსზე, როცა ვსაუბრობთ, ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი, ყველაზე მეტად დიდი განსხვავება მექნება აქ. ანუ, რაოდენობის კონტროლი, კალორიების ვერ კონტროლით შემოდის პრობლემა ნამცხრებში. დამატებული შაქრები ყველაზე დიდი პრობლემა იქნება საახალწლო ტკბილეულში, მაგრამ რაოდენობის კონტროლთან ერთად მე თუ 1, 2, 3 ნაჭერი ბებია მთხოვა მიირთვიო და ავამატე, აი აქ შემოდის ყველაზე დიდი პრობლემა. ამიტომ, როცა საქმე მიდგება, რომელია ყველაზე მეტად გამასუქებელი ტკბილეული ახალწელს, თხევადი შაქრები არის ყველაზე ცუდი, რაც შენ შეიძლება ახალწელს შენ თავს გაუკეთო.
გვიძახი რომ შვიდად ვარ ყველა სხვა ტკბილეულზე მით უმეტეს რომელიც სახასიათოა ახალი წლისთვის. მაშინ როცა ეს დალოცვილები ყოველთვის ჩემ დახთანაა, ყოველ დაბადების დღეზე, ყოველ დღესასწაულზე. ეხლა აქ იფიქრებ, რომელი მათგანია ყველაზე ჯანსაღი, თუ არა ჯანსაღი. ჩემ განცდაში ყოველთვის იყო. პირველი მოდის წვენი, მერე მოდის ნატახტარი, მერე მოდის კოლა, შაქრიანია. მაშინ როცა ერთი ჭიქა 250 მილiliტრიანი წვენი მოგცემს 3-ვეზე მეტ კალორიას. 3-ვეზე მეტ დამატებულ შაქრებს. ერთი ჭიქა წვენი, რომელიც უფრო გეჯანსაღება, მოგცემს 130 კალორიას და დაახლოებით 7 ჩაისკოვს დამატებულ შაქრებს. ერთი ჭიქა ნატახტარი მოგცემს 50 კალორიამდე, დაახლოებით 6 ჩაისკოვს დამატებულ შაქრებს და ერთი ჭიქა კოლა მოგცემს დაახლოებით 40 კალორიამდე, ოღონდ 5.5 ჩაისკოვს შაქრით. ანუ შენი იერარქია ჯანსაღიდან არაჯანსაღისკენ გადმოვიდა ესე. და ეს დალოცვილი რო ვიძახი, რომ დალიეთ, უშაქრო, გაზიანი, სასმელი, ეგ დააჯერე ხა ის რომ აფინანსებს. რა ქვია, კოლას მისია? ჭონია. უშაქრო ალტერნატივა თუ შემოვა საქმეში, უკვე გულის შვიდად მაქვს, მაგრამ არ გეგონოს რომ წვენი უფრო ჯანსაღია, ვიდრე ნებისმიერი სხვა და ნატახტარი ჯობია კოლას, იმიტომ რომ საქართველოში ეს დალოცვილი წარმოებული. პირიქით არის იერარქია. ყველაზე ბოლოს ავირჩევდი წვენს, ყველაზე პირველს ავირჩევდი უშაქრო ალტერნატივას. ეგრე კოლა საქართველოშია ნაწარმოები. ხო და გაუმარჯოს ღმერთმა. რა მხელა განსხვავებაა, ბიჭო, ჰა? აქვს რამე. არა, ნატურალურია, გადაობ. აწერია multifruit naturale. სხვა შორის იცით რომ ესეთ ეტიკეტზე სადაც ნატურალური დაგხვდება სიტყვა არაფერს ნიშნავს. ეტიკეტს გაიდლაინით ნატურალურის განმარტება არ აქვს. ანუ ნატურალური პროდუქტებითაა დამზადებული, არაფერს გეუბნება გარდა იმისა, რომ გატყუებს. ბიო, ორგანული მაგ ყველაფერს თავისი კანონმდებლობით მარეგულირებელი ორგანოები იცავენ და ნატურალური არ იცავს არაფერს. დამზადებულია ნატურალური პროდუქტებით. ორი ჩურჩხელა, 5 ცალი გოზინაყი, 3-ვე ნამცხვარი, ამას უნდა დაემატოს დაახლოებით 35 ცალი სორინი და 48 ცალი დათუნია შოკოლადი. აი ეს გამოდის 7700 კალორია, რომელიც 1 კილოგრამ ცხიმს უდრის. 1 კილოგრამი ცხიმის მოსამატებლად ან დასაკლებად გჭირდება 7700 კალორიის ნამატი ან დეფიციტი. ანუ ის, რასაც შენ ახალი წლის მეორე დღეს სასწორზე ხედავ, არ არის 1 კილოგრამი ცხიმის ნამატი. ეს არის შეკავებული სითხე, უძილობა, ალკოჰოლი, სტრესი. აი ეს ყველაფერი თუ ერთ საღამოს არ მიგირთმევია, იცოდე რომ 1 კილოგრამი ცხიმით მეტი კი არ ხარ, უბრალოდ შეშუპდი. და როგორც შეშუპდი, ისევე გაჟონავ შემდგომ დღეებში, როცა ჯანსაღყვების ადეკვატურ ყვებას დაუბრუნდები. და იცოდე რომ სანამ ამ ყველაფრისგან მიღებული კალორიები გაგასუქებს, 900-მდე, 900 გრამამდე დამატებულ შაქრებს მიიღებ და 1 კილოგრამით ვერ გასუქდები, იმიტომ რომ აქამდე ჰიპერან ჰიპოგლიკემია მოკლავს. ან გული აგერევა უკაცრავად და ვერ შეირგებ კალორიებს. ამიტომ შვიდად იყავი, ახალ წელს გაატარე ოჯახთან, მეგობრებთან ერთად და ისიამოვნე გარემოთი ტკბილეული და ახალი წლისთვის სპეციფიკური ტკბილეული დააპრიორიტეტა. ნამცხრებზე იმიტომ მედარდება, რომ ერთი სულ კეთდება და მერე რო კეთდება, სად იყიდე ან ბებომ როგორი რეცეპტით გააკეთა, კერტიკულად მნიშვნელოვანია ტრანსცხიმების გამოყენება. რატომაც შემორჩენილია, რომ ტრანსცხიმები, სპრედები, მარგარინები უფრო ფაფუკს ხდის მიღებულ პროდუქტს, ან უფრო იაფია და შეიძლება შენი ყველაზე ნაქები საკონდიტროც კი ტრანსცხიმებს იყენებს ზადებისთვის. თუ სახლში აკეთებ, კარაქი უალტერნატივოა და თუ სახლში არ აკეთებ, ტრანსცხიმებით გაჭყებილი ნამცხრებს გირჩევნია ისევ შენი სორინი ან ჯანსაღი ცხიმების მქონე თხილეულით სავსე კალორიები მიირთვა.